Odro როცა კალათბურთი მისთვის ყველაფერი იყო, ყოველდღიურობა, მიზანი და მომავალი. წლები გაატარა ვარჯიშსა და თამაში, მაგრამ ერთ დღეს არჩევანის წინაშე დადგა. გაეგრძელებინა გზა, რომელიც უყვარდა თუ შეეჩერებინა თამაში და სხვა გზა აერჩია. მან კალათბურთს თავი დაანება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მარტივი არ მოგესალმებით, მე ვარ გიგი ბეროშვილი. ყოფილი სპორტსმენი, კალათბურთელი. დღესდღეობით კი სტუდენტი ახალი მიზნის ძებნაში. აი მოგიყვებით ჩემ ისტორიას სპორტთან დაკავშირებით. ესე იგი, ჩემი კალათბურთთან ურთიერთობა დაიწყო 9 წლის ასაკში, რის შემდეგაც გამოვიცვალე 3 გუნდი, გავედი საზღვარგარეთაც, ვიყავი იტალიაში. გავეცანი იქაურ კალათბურთს, ასევე კულტურას. მაგრამ ყველა ამ ჩემი წარმატებისა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც არ გამოვიდა სტუდენტურ ცხოვრებასთან და აკადემიურ მოსწრებასთან შერწყმა ამ სპორტის და დღესდღეობით გადავწყვიტე, რომ ახალი მიზანი მეპოვნა და უფრო სწავლისთვის მიმექცია ყურადღება იმის მიუხედავად, რომ ტიპიური სპორტსმენიდან განსხვავებით მე უფრო დიდ დროს უთმობდი სწავლას ყოველთვის. და სპორტსმენი შეიძლება ბევრი უსამართლობა გადახდეს, რაც მას უკანწევს და ხშირ შემთხვევაში ამიტომაც ხდება მიზეზი, რის გამოც კარიერები იმსხვრევა და ანებებენ თავს სპორტს. შეიძლება ითქვას ეს პრობლემა მეც შემეხო, მაგრამ მაინც ვცდილობდი, რომ შევინარჩუნებინა ის ჩემი შრომა, ის დრო, რაც მე ჩადებული მაქვს ამ სპორტში. თუმცა ამ უსამართლობამ მაინც გადაწონა, თავისი გააკეთა და დღესდღეობით მე ამ სპორტში აღარ ვარ და რაც უკვე მქვია ყოფილი კალათბურთელი. მადლობა ყურადღებისთვის, თქვენთან იყო გიგი ბეროშვილი.